და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის საქველმოქმედო კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის კონცერტი ხელოვნების სახლის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე ანა ჩანდიანის და ირინა ბარბათაძის კოლექციაც წარმოადგინეს, რომელიც დიზაინერებმა ხელოვნების სახლის აღსაზრდელებისთვის შექმნეს. საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ნაბადმა მიიღეს. საღამოს დასკვნით ნაწილში ნაჩვენები კოლექციების შოურუმი გაიმართა, გაყიდული პროდუქციით შემოსული თანხა ხელოვნების სახლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ. ეს Riverside ბაბილონში გაიმართა ძალიან საინტერესო საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მიმართული არის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის დასახმარებლად. შეიქმნება ხელოვნების სახლში მათთვის გამოყენებითი ხელოვნების საქმების კურსები და მათ შეეძლებათ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ ამ სხვადასხვა საგნებში. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მთაწმინდის პარკი, როგორც პარტნიორი ხელოვნების სახლის, უკვე პირველი ფოტოსესია გაიმართა ჩვენთან. ხელოვნების სახლის, ასევე ყველა ინოვაციური პროექტის მხარდამჭერი პარტნიორი და მასპინძელი იქნება მთაწმინდის პარკი ყოველთვის.